გამარჯობა ყველა საღამო მშვიდობისა. თათბირი ჩემი მუდმივი და დღევანდელი ძალიან საინტერესო თემა. როდესაც ვიღაცას რიტუალი ცუდი რაღაც გონია, მე ვფიქრობ ეს კარგად გასარჩევია. კარგად დასაფიქრებელია, იმიტომ რომ თავისთავად ეს ცნება რიტუალი ჩვენთვის ქართველებისთვის ხელწამოსაკრავი ცნება არ არის. მოდით დაველოდოთ, მოვიდნენ დანარჩენები და შეუდგები სულ 30 წამი დაველოდოთ. ყველას საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობისა. რიტუალებზე მინდოდა საუბარი დღეს. მე ვფიქრობ, ჩვენთვის ეს არ არის უცხო საკითხი და კარგი იქნება, რომ ამაზე გვესაუბრა. ერთხელ და სამუდამოდ გაგვერკვია და ირაკლი კობახიძემ ამის საშუალება, რა თქმა უნდა, მოგცა. რიტუალების ამბავზე გველაპარაკა. უბრალოდ რამდენიმე წამი, 1-20 წამის ხვებსაც დაველოდოთ, მოგესალმებით ყველა საქართველოშიც, მის ფარგლებს გარეთაც, დიასპორის წევრებს. ყველას მოგესალმებით. მე ვიცი კარგად, რომ ამ თათბირებს ისედაც უყურებთ სხვა დროს დღის განმავლობაში, რაც ძალიან კარგია, 10,000-ობით ნახვა აქვს. შვენიერია თუ რაიმე საკითხი არის, რაც უნდა განვიხილოთ, მომწერეთ, ჩემო კარგო ხალხო და გავიაროთ აუცილებლად. იქიდან დავიწყებ, რომ ყველას მოგესალმებით, კიდევ ცოტა დაველოდოთ, სულ ცოტა ხანის ხვებსაც. იქიდან დავიწყებ, რომ ესტონეთის ამბებს ცალკე მოგიყვებით, მე ვიცი, რომ გაინტერესებთ. შეხვედრები, ვისთან, როგორ, რა ვითარებაა, ამას ცალკე ჩაგაბარებთ ანგარიშს. ასევე მინდა მიაქციოთ, უბრალოდ არ მიაქციოთ ყურადღება ტროლებს, რაც უფრო ამ გვერდს აქვს თითო ჩართვას აქვს მილიონზე მეტი ნახვა, რო იცოდეთ, მილიონზე მეტი ნახვა. არც ერთი ჩართვა არ სპონსორდება, ანუ მე ამაში ფულს არ ვიხდი და შესაბამისად ყველაფერი არის ორგანული და ყველაფერი არის, იმიტომ რომ თქვენ გვიყურებთ. სხვები შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ფულს ხარჯავენ ნახვებში, მოვიდნენ თქვენამდე, ანუ რეკლამაში ფულს იხდიან. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდე, რომ ისედაც მოვალ თქვენამდე, იმიტომ რომ თქვენ გაინტერესებთ. ამის პარალელურად აქ შემოდის ძალიან ბევრი ტროლები, ორგანიზებულად, რაღაცა აქვთ სათქმელი და იმას ავრცელებენ. ეხა მაგალითად ავრცელებენ, რომ ბიზნესს მაინც არაფერი არ აინტერესებს. ფეხებზე კიდია ყველაფერი, რაც მართალია არ არის და ამაზე ცალკე დასაბუთება მაქვს, რა თქმა უნდა, უბრალოდ იქიდან გამომდინარე, თეა, მადლობთ იმედზე, ეხავე გეტყვით. იქიდან გამომდინარე, რომ მათ აქვთ დავალება, მოკლედ გარკვეული აზრები გაავრცელონ და ეს არის რუსული ჰიბრიდული ტაქტიკის ნაწილი, რომელიც ზუსტად ასე გააკეთეს მაგალითად ახლახან რუმინეთში და კინაღამ რუმინული არჩევნები მოიგეს. რა ხდება რუმინეთში, ხო ნახეთ, დააკავეს ახლა ის კანდიდატი, საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელია და გააჩერა ეს პროცესები. TikTok-ის და ესე Facebook ტროლების მეშვეობით. მამას ჩვენ რახან ჯარიმი არ ამყავს, პოლიცია მე არ ამყავს, უნდა ვებრძოლოთ საღი აზრით, მე ტროლებს მივხედავ, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ უნდა არ მიაქციოთ ამას ყურადღება. თეავ კითხულობ თქვენ კითხვებს აუცილებლად და მესამე მინდა ვთქვა, რომ ტროლები თან მეხმარებიან კიდევაც, იმიტომ რომ engagement-ს მიზრდიან რაღაც სასწაულად, მაგათ ალბათ ცალკე მადლობა ეკუთვნით, იმიტომ რომ შემოდიან და აკომენტარებენ აქ და სადღაც ჯგუფებში აზიარებენ, რომ მე მოვიდეთ, მეჩხუბონ და შესაბამისად იზრდება ჩემი ვიდეოების ნახვები. სრულიად უფასოდ, 0 ლარის ინვესტიციით. მილიონომდე ნახვა აქვს ამ page-ს.
კითხვას რაც შეეხება იმედზე მინდა ვთქვა, მე მინდა გითხრათ, რომ სიღრმისეულად ხვალ მაქვს დიდი ეთერი საღამოს და სიღრმისეულად იქ გავშლი, როგორ უყურებ პროტესტს, ვითარებას როგორ უყურებ, ტრამპის საკითხს როგორ უყურებ, საითმიდის ეს ყველაფერი და ესტონეთის ამბებსაც გეტყვით. იმედის ამბავზე ახლავე უპაკი პასუხებთ, რომ კარგი ამბავია, მოკლედ იმედი არის ბოროტების მანქანა და შესაბამისად ის თანამონაწილეობს საქართველოში რეპრესიებში, თანამონაწილეობს ავტორიტარიზმში, ამიტომ უნდა მიეხედოს. იმედზე და იმედის პატრონზე შესაბამისად, სწორედ ამის გამო უნდა განხორციელდეს სხვადასხვა ზომები. დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდების, ანუ ჰოლანდიის პარლამენტის წევრმა კატი პირიმ, რომელიც არის მთავარი, ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ანუ ლიდერი არის. 25 დეპუტატი ყავთ ნიდერლანდების პარლამენტში, მან მიწერა წერილი მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყველაზე კარგი ამაზე მანამდე ლაივში ცხოვისაუბრე, ამიტომ აღარ გავიმეორებ. ყველაზე მთავარი რაც არ ვთქვი იყო ის, რომ ამ წერილში მოთხოვნილი იყო, რომ საერთაშორისო თაღლითობის განყოფილება დაინტერესდეს იმ კომპანიით, რომელიც მართავს იმედს და ის რეგისტრირებულია ნიდერლანდებში. ამ სქემის ლაივიც არსებობს, ეხლა ყველა ლაივი ჩემო კარგო ხალხო გადაგვაქვს ჩვენ YouTube-ზე და შეგიძლიათ იქ მოძებნოთ ხოლმე. ეს სქემა ჩემი და ჩვენი გუნდის აღმოჩენილია. შესაბამისად ამას რა განვითარება მოყვება და მოყვება იმიტომ რომ დაევალა პარლამენტის წევრისგან ეს საკითხი მინისტრს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეგ არის დემოკრატია და დემოკრატიაში ეს სავალდებულოა, ესეთი ქვეყანა მინდოდა მე საქართველოშიც, რომ პარლამენტის წევრი რომ მიწერს ოფიციალ, ეს არის ოფიციალური კითხვა. ეს ჩვეულებრივი კითხვა კი არ არის უბრალოდ. დამნაჩენზე კარგად. მოდი ახლა მთავარი მე მინდა გითხრათ რიტუალებზე, აი მინდა რომ ვილაპარაკოთ რა. დღეს გამოვიდა ეგრეთ წოდებული პრემიერი ირაკლი კობახიძე და თქვა რომ ისო ვინც დადიანო წარმატება კახი ხალხი ვინც დადის რუსთაველზეო პროტესტში მონაწილეობსო, რიტუალში მონაწილეობსო თითქოსო. დასცინა მათ რა, დაგვცინა ჩვენ და იმ ხალხს რომელიც იქ ყოველდღე დადის. ხო და ჩემი აზრით პირველი აქ ძალიან კარგად ჩანს რა ვისთანა გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს უცხოსთან. აი უცხო ადამიანთან ერთის მხრივ, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არჩევნები მოიგო, ჩვენ ხო ვიცით რომ არ მოიგო და ამ განცხადებაშიც ჩანს. და ამ დროს საკუთარ ხალხს საერთოდ არ იცნობს. ანუ საკუთარ ხალხს, საკუთარ კულტურას, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია რიტუალები, არ იცნობს. ქართულ კულტურაში, რომელიც არის უძველესი, რიტუალები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის არის ჩვენი ცხოვრების წესის ნაწილი და უკავშირდება იმას, რომ ჩვენ ვართ ძალიან ძველი ერი. და ჩვენი კულტურა თაობიდან თაობამდე და არა მარტო ჩვენი ძველდერებს რაც ეხება ეს ასეა, თაობიდან თაობამდე გადაეცემა სწორედ რიტუალების მეშვეობით, მათ შორის ზეპირსიტყვიერი კულტურის მეშვეობით, ისტორიის მეშვეობით, მაგრამ ამავე დროს ამას შეადგენს რიტუალები. რიტუალის რო შეხედოთ ქართული ოჯახის ყოფიერებას, დილიდან საღამომდე ჩვენ ძალიან ბევრი რიტუალი გვაქვს. რომელსაც ვიმეორებთ, სუფრა თავისთავად რიტუალი არ არის. ეს არის ტრადიცია, რომელიც რიტუალისგან შედგება. ეს არის რა არის რიტუალი? რიტუალი ჯერ განვმარტოთ, მე ხო იურისტი ვარ და განმარტებები მიყვარს. რიტუალები არის, რიტუალი არის განმეორებითი ქმედება, რომელიც იძენს სიმბოლურ ხასიათს. ხო ნელ-ნელა. და რატო უნდა იყოს ეს ცუდი? და რატო უნდა დასცინო ვიღაცას სიტყვა რიტუალის გამოყენებით?
ეს ხო ნიშნავს, რომ შენ რიტუალი რა არის არ გესმის და ცუდი რაღაც გონია. შენ ხო ნიშნავს, გავიხსენოთ, მართლმადიდებლურ კულტურაში, მართლმადიდებლურ ტრადიციებში, წამსში რამდენი რიტუალი არის. ხო, ის ხო რიტუალებისგან შედგება. და ჩვენ ამ რიტუალებს თაობიდან თაობამდე ვასრულებ, ისა გამოჩვენ, თაობიდან თაობამდე ვასრულებთ, იმიტომ რომ ეს იძენს ახალ განსხვავებულ ძალიან მნიშვნელოვან სიმბოლურ არსს. აი ეს გამოჩნდა, რომ არ ესმის ბატონ ირაკლი კობახიძეს. და რატო არ ესმის? იმიტომ რომ ის უცხოა. მას მიაჩნია, რომ საქართველოში შეიძლება რიტუალს დასცინო. ხვდებით, როგორ არ ესმის საერთოდ საცხოვრობს და ვის მართვაზე აქვს პრეტენზია. და როგორ შეიძლება მე ასეთმა ადამიანმა კარგად მართოს ის ხალხი, რომლისაც არ ესმის. ამიტომ იმართება ქვეყანა დღეს ძალადობით. სწორედ ამიტომ. იმიტომ რომ გაგებით მართვა ამ კულტურის მას არ შეუძლია. ამის თქმა მინდოდა და შესაბამისად ამ განცხადებაზე ჩვენ ვერ გავბრაზდებით. შეიძლება სხვა რაღაცაზე გაბრაზდე, მაგრამ ამაზე ვერ გავბრაზდებით, იმიტომ რომ ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ თანაგრძნობას იმსახურებს. არ ესმის ადამიანს, ის გაუცხოებულია, ის უცხოა. და ალბათ თან ძალიან დიდი ხანია რაიმე სახალხო რიტუალში მონაწილეობა არ მიუღია. მე გეტყვით რიტუალში, რომელსაც დავაკვირდი ახლა გელათში. რო ვიყავი ასული, ქუთაისში, იქ იყო ჩოხოსნები იღებდნენ ახალ წევრებს. რიტუალი იყო ძალიან ლამაზი, აქვე მაქვს Facebook-ში, YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ. რიტუალი იყო ეს. მაგრამ იქ ქართული ოცნება ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ მათ გელათში არ მიესვლებათ იმ კატასტროფის გამო, რაც გელათში მოხდა. ამიტომ თუ ისინი ვერ მონაწილეობენ რიტუალებში, არც ახსოვთ, ალბათ რომ ჩვენს ქვეყანაში რიტუალები არსებობს. და ჩვენთვის რიტუალები, როგორც უძველესი ერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. აი, დაგილინგავთ ახლა მოგვიანებით ამ ჩოხოსნების რიტუალს. და კობახიდე ამაღელვებელი იყო დავით აღმაშენებლის საფლავზე ხდება. და კობახიძეს ეგ სასაცილო გონია. ხვდებით, ის რაზეც თქვათ ჩოხოსნების ორგანიზაცია დგას. ახალი წევრების მიღება, ფიცის დადება. ხო? აი ესეთი სამწუხარო ამბავია და ასეთ ადამიანზე ამ განცხადებასთან დაკავშირებით ვერ გავბრაზდებით ჩვენ. ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი საქმე, ჩვენი ის რიტუალები, რომელიც გვიყვარს, რომელმაც ახალი მნიშვნელობა შეიძინა, სიმბოლური მნიშვნელობა და შესაბამისად ძლიერია და ბევრი საუკუნეს ამიტომაც გაუძლო. და კობახიძემ, რომელსაც ესეთი რაღაცეები არ ესმის, რა ვქნათ? მას გაუწოდოთ თანაგრძნობის ხელი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რაღაცას ქართული კულტურიდან აკლდება. აბა, თოებით. ახლა ის მაგრად